კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. დღეს გვექნება სემინარი if statement-ების და loop-ებზე, რაც უკვე წინა თეორიულ ლექციაზე გავარჩიეთ. და დღეს პრაქტიკული ანალიზის ხარჯზე უფრო კარგად გავიგებთ როგორ მუშაობენ if statement-ები და loop-ები და ასევე ერთ რაღაც ახალ კონცეფციასაც შემოვიღებთ და ვისწავლით. ოკეი, მოდი დავიწყოთ პირველი ამოცანით. დაწერეთ პროგრამა, რათა შეამოწმოთ რიცხვი, ლუწია თუ კენტი. ამაზე აქამდე მისაუბრია, მაგრამ კიდევ ვიტყვი, რომ სანამ ამოცანის ამოხსნას, ან ალგორითმის ამოხსნას, ან რამე პრობლემის გადაჭრას დაიწყებდეთ, თავიდან ძალიან კარგად უნდა გქონდეთ გააზრებული თუ რას გეკითხებიან, ანუ რა პრობლემა გიდევთ წინ. აქ გვეუბნებიან, რომ რაღაც რიცხვი გვაქვს და უნდა გავიგოთ ლუწია თუ კენტი. ახლა მე კოდის წერას არ დავიწყებ. პრობლემის გააზრების შემდეგ ეგრევე კოდის წერა არის შეცდომა. ჯერ უნდა რაღაცა მონახაზი გქონდეს თავში, დაახლოებით როგორ წავიყვანთ აი ამ მონახსნის გადაჭრას რა. და ახლა ამის გადაჭრა როგორ იქნება? როგორ გავიგოთ რიცხვი, ლუწია თუ კენტი? ჩვენ ვიცით, რომ ლუწი რიცხვები არიან რიცხვები, რომლებიც იყოფიან 2-ზე უნაშთოდ. ანუ თუ მე რიცხვი 2-ზე გავყავი და ნაშთი მივიღანული, ესე იგი ლუწია, თუ არა და კენტია. და ახლა მე ისე ჩამოვაყალიბე ეს მოცემულობა, რომ აი თუ გაიყო ლუწია, თუ არა და კენტია, უკვე ეგრევე ვიცი რა უნდა გამოვიყენო, იმიტომ რომ რო გადავა ინგლისურ გადავთვალო ჩემი ქართული ნათქვამი, გამოვა რომ უნდა გამოვიყენო if და else. იმიტომ რომ თუ ვახსენე და ვახსენე ასევე თუ არა და. ანუ if და else. ანუ ორი ვარიანტი არის, რომ შეგვიძლია ცვლადი შევქმნათ და რაღაც მნიშვნელობა მივანიჭოთ. მეორე ვარიანტი არის, რომ user-ს ვკითხოთ და prompt-ი ჩამოიყვანონ, მნიშვნელობა არ აქვს. მოდი დღეისთვის ცვლადას გამოვიყენებ. მექნება let number უდრის 10 სიტყვაზე და ახლა უნდა გავიგო ეს რიცხვი, ლუწია თუ კენტი. ამისთვის გამოვიყენებ if else. დავწერ თუ მე გვაფშხევში წერება პირობა number-ი რო გავყოთ 2-ზე ნაშთით, თუ ნაშთი არის 0-ის ტოლი, მაშინ დავაკონსოლოთ რომ ლუწია. აი ეს. მოდი გავუშვოთ ჩვენი პროგრამა. ნახოთ ჯერჯერობით რას გვაძლევს. node გამოტოვება ფაილის სახელი, გამოვიტანა რა ლუწია. მაგრამ 11 შემთხვევაში არაფერსაც არ გამოიტანს, იმიტომ რომ 11 2-ზე ვიყოთ არის ნაშთი 1, 1 0-ს არ უდრის, ესე იგი ეს არის false და აქ არშევა პროგრამა, ხო? არაფერს არ შეასრულებს. გვჭირდება მეორე ბლოკი, else-ის ბლოკი. და else დავწერთ აი აქ, ყველანაირი პირობის გარეშე, იმიტომ რომ თუ რიცხვი ლუწი არაა, ის უეჭველი კენტია. ამიტომ აქ else if number რო გავყოთ 2-ზე თუ უდრის ნაშთი 1-ს, ამის დაწერას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ თუ რიცხვი ლუწი არაა, უეჭველი კენტია. თუ ლუწია, დავაკონსოლოთ ლუწია, თუ არა და, ანუ else დავაკონსოლოთ რომ კენტია. პროცესში შეგიძლიათ ჩაჭკითხვები დაწეროთ, არ გავიწყოთ მერე, როგორც Discord-ზე, ასევე live-ში ვინც მესრებით. ოკეი, ესაა პირველი ამონახსნი. თუ 2-ზე იყოფა უნაშთოდ, ეს არის მოდულუს, ანუ იგივე remainder ოპერატორი, რომელიც გვიბრუნებს ნაშთს. თუ ნაშთი არის 0, ანუ უნაშთოდ იყოფა 2-ზე, მაშინ დავაკონსოლოთ რომ ლუწია, თუ არა და კენტია. ეხლა გავტესტოთ, გამოვიტანა კენტია. ოკეი, ამას დავაკომენტარებ. უნიშნავ და command/ დავაწვევი. Windows-თვის იქნება control/. და გადავალ ახლა უკვე მეორე ამოცანის დაწერას. დაწერეთ პროგრამა, რათა შემოწმოს string-ი ცარიელი თუ არა. ანუ რაღაცა string-ი გვაქვს მოცემული, string ტიპის მნიშვნელობა და უნდა გავიგოთ ცარიელი თუ არა. string-ი ცარიელია, როცა არის უბრალოდ აი ესე რა, ცარიელი string-ი როცა გვაქვს. ამიტომ ეგ უნდა გავარკვიოთ. მოდი გქონდეს რაღაცა string-ი, let str უდრის hello სიტყვას. ამოდი ჯერ ცარიელი იყოს. ამის დაწერის ორი ვარიანტი არსებობს. მე შემიძლია ეგრევე string-ი გავუტოლო ცარიელ strings და თუ უდრის ერთმანეთს, ესე იგი ცარიელია. ანუ თუ string-ი უდრის ცარიელ strings, ამ string-ის მნიშვნელობა, მაშინ დავაკონსოლოთ რომ ცარიელია. და რო გავუშვათ, დამეწესო ცარიელია.
თუ არა და ანუ თუ ცარიელი არ არის, თუ ეს არის false-ი, თუ ცარიელი string-ს არ უდრის, ესე იგი რაღაცა არის, ხო, შიგნით, ესე იგი ცარიელი არა. ამიტომ აქ დავაკონსოლებ, რომ ცარიელი არა. არ არის ცარიელი. ანუ აქ რაღაც მეწეროს, მაგალითად hello ამას არ უდრის, აქ არ შევა პროგრამა. ესე იგი შევაიგრებ ავტომატურად else-ში. და გამოიტანს არ არის ცარიელს. აი ეს. და მეორე ვარიანტი არის ის, რომ გამოვიყენოთ links property. Links property უკვე გვაქვს აქამდე გამოყენებული. Links-ი არის string-ის property, რომელიც გვიბრუნებს string-ის სიგრძეს, ანუ string-ში სიმბოლოების რაოდენობას. ანუ თუ string-ის links-ი უდრის null-ს, მაშინ გამოიტანს ცარიელი. ეხლა არაა ცარიელი, იმიტომ რომ ამის links არის 1 2 3 4 5. მაგრამ ეხლა უკვე 0 იქნება. აი ეს. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი кейსი, რომ აი ასეთი space-ები რომ მქონდეს ჩასმული, ამაზე გამოიტანს რომ არ არის ცარიელი. იმიტომ რომ სინამდვილეში პროგრამირებაში space-ებიც კი ქერაქტერები, ანუ სიმბოლოებია. და ეხლა ამ links-მა დააბრუნა რამდენიმე სიმბოლო. მაგალითად იყოს 10 რა, სიტყვაზე. და 10 ნულს რო არ უდრის, გამოიტანა რომ არ არის ცარიელი. და ჩვენი მიზანი არის, რომ ეს space-ები მოვშალოთ. ამ სიტყვაზე თუ მაქვს აქ hello, აი თავსა და ბოლოში space-ები ეგენი მოვშალოთ და ეგ რეალურ ცხოვრებაში გვჭირდება რეალურ პროექტებში. იმიტომ რომ სიტყვაზე თუ გვაქვს რაღაცა email-ის field-ი, email-ის input-ი და user შემოყავს თავისი email-ი, შეიძლება შემოიყვანოს ასე. აი ასე. თემური ტრეტლიცუცქირიძე 04@gmail.com და space-ები დაწეროს აქეთ იქით. და მე რო შევამოწმო ჩემს ბაზაში, ესეთი მეილი არ არსებობს. ამიტომ მე space-ები უნდა მოუშალო და ისე შევამოწმო. აქაც იგივეა. აქეთ იქით space-ებს უშლი, მაგრამ თუ სულ space-ებია, ყველა space-ი გაქრება. ეგ მეთოდი არ ვიცით ჯერ, მაგრამ როცა რაღაც არ იცით, ჯობია რომ დაარესერჩეთ ხოლმე. როგორ ვარესერჩებთ? ახლა გავხსნი ბრაუზერს და ზუსტად იმ კითხვას დავსვავ, რაც მაინტერესებს. How to remove spaces from string in JS. ანუ როგორ მოვშალო space-ები string-იდან JavaScript-ში. და აქ მაქვს რაღაცა JavaScript trim მეთოდი. W3-ის საიტზე. აქ შევალ და მას დავარესერჩებ რა როგორ მუშაობს. აქ მაგალითებსაც ვნახავ და ინახეთ, აქ წერია რომ hello world-ი რო არის აქეთ იქით space-ებით, trim მეთოდი აქ წერტილი trim და რგვალი ფრჩხილები აშორებს space-ებს. თავიდან რო ასე იყო, ვერ უკვე ასე. და ასე ვიპოვიდი ჩემს კითხვაზე პასუხს. ამიტომ აქ ახლა მე დავწერე. ჯერ გავტრიმავთ, ანუ მოდი ჯერ დავკონსოლებ. console.log აქ hello შევწერ. string წერტილი trim. trim არის გაკრეჭო, ასე რომ ვთქვათ ქართულად და მაგედა შეგიძლიათ დაიმახსოვროთ. გავუშვათ, ნახეთ, hello-ს ქონა აქეთ იქით. space-ები ახლა არ აქვს. და მე შემიძლია აქ string-ზე trim-ი დავადო ეგრევე. და რო გავტრიმავ, უნდა გავუკრეჭავ. აქეთ იქით space-ებს მოვუშლი, მერე გავიგო მისი links. და ახლა უკვე მარტო space-ები რომ აქვს, ეგ space-ები წაიშლება, ესე იგი აი ამის links-ი 0-ია და დამიწერს რომ ცარიელი არისო რა. ასევე არსებობს კიდევ ამის გავსრი მეთოდები. აი მაგალითად არის trim start-ი. trim start-ი უშლის მარტო string-ის დააწყის space-ებს. და ასევე trim end-ი, რომელიც ბოლოებს უშლის. მაგრამ ჩვენ გვინდა trim თავშიც და ბოლოშიც რომ მოუშალოს. ან თუ space-ები მარტო ყველა space მოშლის. და ნუ ესეთი кейსებიც გაითვალისწინეთ ხოლმე. აღარ ნახეთ ჩემი რომაც დაიმახსოვრეთ როგორ უძგები ამოცანის ამოხსნას. მე ეგრევე არ მიფიქრია რომ აი აქ რო ცარიელი string-ები, ცარიელი space-ები იყოს რა გავაკეთო. მე უბრალოდ თავიდან მარტივად ამოხსენი. ჯერ ცარიელი string-ს გავუტოლე, მე links გამოვიყენი და მე დავიწყე უკვე ფიქრი რაღაცა edge case-ებზე. რაღაც ის case-ებზე რაც შეიძლება რომ იშვიათად მოხდეს. ანუ მე რომ ეგრევე ყველაფერზე ერთიან მეფიქრავ, ამას ვერ გავაკეთებდი. ნუ ეხლა მე გავაკეთებდი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გაზრდული მაქვს, მაგრამ ზოგადად რა, მე რო ვიწყედე სწავლას, ჯობდა რომ აი ასე მიუდგე ამოცანის ამოხსნას. ეს იყო მეორე ამოცანის ამონახსნე.
გადავით მესამეზე. დღეს გვაქვს სულ 11 ამოცანა. საკმაოდ ბევრი მუშაობა მოგვიწევს. დააწერეთ პროგრამა, რომელიც შეეკითხება მომხმარებელს ქულას და გამოიტანს შესაბამის შეფასებას. ანუ თუ ქულა არის 91 და 100 შორის გამოიტანოს A, თუ არის 91 და 90 შორის B და ნუ აქ შუალედები ჩამოთვლილი და თუ 0-დან 50-მდე შემოიყვანა ჩაიჭრა რა. და უნდა გამოვიყენოთ როგორც if-else-ები, ასევე switch-ის ხერხი, ანუ ორი ხერხი უნდა მოხსნათ ეს ამოცანა. აქ უკვე ეგრევე მეკითხებია რომ მომხმარებელს შეეკითხეთ, ამიტომ prompts გამოვიყენებ და მაგისთვის წინასწარ გავამზადებ index.html სტრუქტურას, რათა ბრაუზერში გავუშვა. დავაკავშირებ script-ი აი ასე და გავუშვათ live-ში. შვენიერი. აქ წინასწარ ბარემ გავამზადებ developer tools. შვენიერი, იდეალური. კარგი, და ეხლა დავიწყოთ მუშაობა. აქ უკვე დავიწყოთ დაყავი და იბეტონეს პრინციპის მეშვეობით მუშაობა. რაც გულისხმობს შემდეგს. რომ აქ რო გვაქვს რაღაც დიდი პრობლემა, უნდა დავყოთ პატარ-პატარა ქვეპრობლემებად. ანუ მაგალითად, პირველი პრობლემა აქ იქნება, რომ user შევეკითხოთ ქულა. აი ამაზე აღარ ვფიქრობ საერთოდ, რა შემოიყვანს და რა შუალედებში დაждდება, მაგაზე არ ვფიქრობ, იმიტომ რომ უფრო გამიმარტივდეს მუშაობა. ჯერ მარტო prompt-ამ users. ექნება let score უდრის ეგრევე number-ში გადავიყვან ბარემ, ეს უკვე გავლილი გვაქვს და შევეკითხები, რომ შემოიყვანოს ქულა, შეიყვანეთ ქულა. ეხლა გავტესტავ როგორ მუშაობს. თან ყველა პატარა პრობლემის მერე ეცადეთ რომ გაატესტოთ თქვენი პროგრამა, რომ ნახოთ როგორ მიდიხართ. შევიყვანოთ 50 და ვარაფრიშო 50 შევიყვანე, გამოვიტანა 50. ახლა უკვე გადავდივარ შემდეგ პრობლემებს. ახლა მაქვს ბევრი შუალედი და მაგალითად თუ ეს შუალედი არის 91-და 100 შორის, უნდა გამოვიტანოთ A. ანუ თუ შევიყვანე მე სიტყვაზე 95, უნდა გამოვიტანოს A, იმიტომ რომ ნუ კარგად დაწერა რა გამოცდა. და მაგისთვის რა თქმა უნდა ვიყენებთ if-else statement-ებს. ანუ თუ ოღონდ აქ ერთი პირობა არ გმარა, წინაზეც გავიარეთ რომ როცა გვინდა რომ შუალედი გავიგოთ, ანუ რიცხვი რაიმე შუალედში არის თუ არა, უნდა გამოვიყენოთ ორი პირობა და მაგ ორ პირობას ვაკავშირებთ და ლოგიკური ოპერატორით. ანუ თუ score მეტიანტოლი 91-ზე და ამავდროულად score ნაკლებიანტოლი 100, მაშინ დავაკონსოლოთ A. ანუ ესეც უნდა შესრულდეს და ესეც. ერთი true რო იყოს და მეორე false, ან პირიქით, პირველი false და მეორე true, არ გამოვა. ორივე true უნდა იყოს, ორივე ჭეშმარიტი უნდა იყოს, რომ დაარწმუნებით ვთქვათ, რომ აი მაგალითად 95 არის 91-ზე და 100 შორის. გავტესტოთ ახლა, შევიყვანოთ 95, გამოიტანა A. და ასე ვიზეთ დანარჩენებში. ეხლა უკვე else if-ებს ჩავაბავთ, რომ თუ პირველი არ გამართლა, პირველი პირობა იყო false, თუ კი else if თუ კი score მეტიანტოლი else if თუ კი score მეტიანტოლი 91-ზე, მგონი მეორე შუალედი 91 იყო, 91-დან 90-მდე. თუ კი მეტი 91-ზე და ამავდროულად score ნაკლებიანტოლი 90-ზე, მაშინ დავაკონსოლოთ B. ანუ ახლა უკვე რომ შევიყვანო 85, გამოიტანს B-ს, იმიტომ რომ აი ამ პირობაში ხდება 90-ზე მეტია და 90-ზე ნაკლები. ისევ else if თუ score მეტიანტოლი 71-ზე და ნაკლებია 80-ზე, მაშინ C, მე 61-სა და 70 შორის D, 51-სა და 60 შორის E და ბოლოს არის რომ თუ 0-სა და 50 შორისაა ჩაიჭრა. ანუ თუ რიცხვი არც ერთ შუალედში არ მოექცა, ესე იგი აუცილებლად ეს რიცხვი არის 0-სა და 50 შორის. ამიტომ მაგას შევსვავ else-ის ბლოკში. თუ არა და ჩაიჭრა. ანუ თუ არც ერთი პირობა არ გამართლა, ესე იგი ჩაიჭრა რა. ეხლა ეს გავტესტოთ. შევიყვანოთ რავი 50 ჩაიჭრა, 71 მიიღო C, 99 16 მიიღო A. ასე იმუშავებდა ეს პროგრამა. თუმცა
ამ პროგრამის უფრო გაუმჯობესება შეიძლება. იმიტომ რომ ნახეთ, თუ რიცხვი 91-სა და 100 შორის არ არის, ხო? ანუ 91-ზე მეტი და 100 ნაკლები არაა. მაშინ ეგ რიცხვი ხო უეჭველი 90-ზე ნაკლები 90-ის ტოლი იქნება. აი მაგალითად, ავიღოთ 99. 99 ხო ამ შუალედში არ ჯდება და false დააბრუნებს. და ეგ 99 ავტომატურად უკვე 90-ზე ნაკლებია. ანუ ამაზე ერთი ნაკლებით რიცხვზე ნაკლებია რა 90-ზე. და ეგეთ შემთხვევებში უკვე ანუ რაც აშკარა არის პირობა, მაგას აღარ ვწერთ. ანუ თუ პროგრამა აი ამ ხაზამდე მოვიდა, უკვე აშკარაა რომ 90-ზე ნაკლები ისეც არის, იმიტომ რომ წეღან 91-ზე მეტი რომ ეწერა, false-იაო, ესე 91-ზე მეტი არაო. ესე გვეჭველი ნაკლებია, ხო? ამიტომ ამ პირობებს შესაბამისად აი ამებსაც ამოვშლი. და აბსოლუტურად იგივე შედეგს მივიღებ. აი ეს. აი 95 99 აშედის A გამოვიდა 51 I 59-ზე ჩაიჭრა. ასე შეიძლება რომ გავუკეთებინო. თუმცა კიდევ ერთი პრობლემა არის რომ მომხმარებელმა შემოიყვანოს მაგალითად 120-ზე B-ს წერს. ან 120-ზე B-რად დაწერა, ახლა ნახეთ. 120 ხო ამ შუალედში არა, მაგრამ 120 მეტი ან ტოლი 91-ზე, ხო? ამიტომ B დაწერა. აქ რომ წერებოდა 90-ზე ნაკლებია თქო, B-ს აღარ დაწერდა, არც ის, არც ის, არც ეს და ეთქოდა რომ ჩაიჭრაო რა. მაგრამ 120 კულით ვერავინ ვერ ჩაიჭრა, იმიტომ რომ 120 კულას ვერავინ ვერ აიღებს 100 კულინა, ხო? ამიტომ მაგისთვის რაღაცა кейსი უნდა გქონდეს. იგივე არის -100-ზე მაგალითად. -100-ზე ჩაიჭრაო, მაგრამ -100 კულა არ არსებობს. ამიტომ ეგეთი кейსები შეგვიძლია თავიდან მოგვეწეროს ხოლმე. რომ აი თუ სკორი მეტია თუ მეტია 100-ზე, ან სკორი ნაკლებია 0-ზე, მაშინ დავაკონსოლოთ რომ რაც შეიყვანეთ სწორი ქულა. აი ეს. და მე მივებავთ ეს ყოველივე. ოღონდ აქ if-ი კი არ მქონდეს, აქ იქნება else if-ი. აი ეს. ახლა უკვე რომ შევიყვანო მე 120 მეტყოსა შეიყვანეს სწორი ქულა. ან რო შევიყვანო -100 მეტყოსა შეიყვანეს სწორი ქულა, იმიტომ რომ აქ შემოდის რა. მაგრამ ამის უკეთესი ხერხი იქნებოდა, რომ ჩაგვეწერა ციკლებით. ანუ იქამდე გაგვეგზელებინა შეკითხვა, სანამ სწორ ქულას არ შემოიყვანდა. ანუ სკორი მექნება გარეთ, იმიტომ რომ ყველგან მქონდეს ტომა, duals გამოვიყენებდი აქ. და იქამდე შევეკითხებოდი მომხმარებელს ქულას, სანამ სკორი მეტია, სანამ სკორი იქნებოდა მეტი 100-ზე, ან სკორი იქნებოდა ნაკლები 0-ზე. ანუ გინდა 200 იყოს, გინდა -100, ეს პირობა სწორი იქნებოდა და იქამდე შევეკითხებოდი. ეს უფრო კაი ვარიანტი იქნებოდა. რა უნდა იყოს ასე ჯერჯერობით. ანუ ეგეთ кейსებზეც იფიქრეთ რა, იმიტომ რომ რეალურ პროექტებშიც რაღაცა ჩვენ თუ გვაქვს გათვლილი რომ აქ ვიღაცა რიცხვი შემოიყვანს, შეიძლება შემოიყვანოს თავის სახელი იუზერმა. ანუ არ ვიცით რა ზავს რა. ამიტომ აბსოლუტურად ყველა кейსისთვის უნდა გქონდეს გათვლილი შესაბამისი მოქმედება. როგორ მოვიქცეოდით, ისე რომ არ მოხდეს როგორც მე მინდა. ყველაზე კაი შემთხვევაში. აქაც იგივე გავაკეთეთ. ოღონდ აქ ვიღებენ ans, იმიტომ რომ 200 რო იყოს სკორი რა, 200 ხო მეტია 100-ზე, ეს არის true. მაგრამ 200 ხო არა ნაკლები 0-ზე, ესაა false. მაგრამ true-ან false-ი აბრუნებს true-ს საბოლოო ჯამში. ამიტომ აქ უკვე საკმარისია ერთ-ერთი მაინც შესრულდეს. და შემთხვევაში ორივე უნდა შესრულდეს. ორივე უნდა true იყოს. და კიდე ერთ-ერთი უნდა იყოს true. და switch-დაც იგივეს გავაკეთებდით. ოღონდ როგორც მეკითხავით, როცა უკვე რთული პირობები გვაქვს, აი ეს პირობები გვაქვს, switch-ი უკვე რაღაც გასატესტი მნიშვნელობა არ იწერება. იწერება true უბრალოდ რა, აი ეს. და მე უკვე кейსებში წერთ პირობებს, რომ case სკორი მეტია 100-ზე, ან ნაკლებია 0-ზე შეიყვანოს სწორი ქულა, მერე case ეს იყოს
A და მე ვაბრეიქებთ რომ გაჩერდეს და სხვები აღარ შემოწმოს ტყუილად და ასე მივყვებით ბოლომდე. და default იგივე რაც else if-ებში. აქ ბრეიქი არ მინდა ბოლოსაა. ოღონდ ასეთ შემთხვევებში ხა იმიტომ გავაკეთე რომ მინდა რომ დაგანახოთ რა. ასეთ შემთხვევებში ჯობია რომ გამოიყენოთ if-ის ვარიანტი. იმიტომ რომ მე თუ პირობას მაინც წერ თავიდან ბოლომდე ჯობია რომ ესე if-ი გამოვიყენოთ ეს ბრეიქები და switch-ები არ ვწეროთ ტყუილად. ეს кейსები. თუმცა თუ მე მინდა რომ რაღაცა მნიშვნელობა გავტესტო, ანუ მაინტერესებს score-ი არის A, ან B, ან C, რა არის ხო, მისი მნიშვნელობა. მაშინ ჯობია switch-ი გამოვიყენო და кейსებად ჩამოვუყვე. მაგრამ ნუ ეხლა ეს არ დაგჭირდებოდა. უფრო კაი ვარიანტი if-ის ვარიანტია, მაგრამ ეგეც დავწერეთ switch-ზე. ოკეი, გადავიდეთ შენი გამოცანაზე. რიგით მეოთხე გამოცანაზე. დაწერეთ პროგრამა, რომელიც input-ის სახით მიიღებს თვის რიცხვს. ანუ 1 იანვრისთვის, 2 თებერვლისთვის და ასე შემდეგ და ამობეჭდავს დღეების რაოდენობას ამ თვეში switch case-ის გამოყენებით. ანუ ესე იგი user შემოყავს რაღაცა რიცხვები, ანუ თუ 1 შემოიყვან, ესე იგი იანვარს გულისხმობს. თუ 2 შემოიყვან, ესე იგი თებერვალს გულისხმობს. და ჩვენ უნდა დავუბეჭდოთ მაგ თვეში არსებული დღეების რაოდენობა. ანუ მაგალითად, თუ შემოიყვან 1-იანი, ანუ იანვარში გულისხმო, უნდა დავუბრუნოთ 31. დავაკონსოლოთ 31, იმიტომ რომ იანვარში არის 31 დღე. თუ შემოიყვან 2-იანი, ანუ თებერვალი, უნდა დავაკონსოლოთ 28-29, იმიტომ რომ თებერვალში არის 28-29 დღე. და მაგას ვაკეთებთ switch case-ის გამოყენებით. ანუ ჯერ შევეკითხებით თვეს, შევიყვანეთ თვე და მერე switch-ში უკვე ჩავწერთ გვაფრჩხილებში months. იმიტომ რომ მე ახლა უნდა გავტესტო months-ის მნიშვნელობა. ანუ თუ 1 არა გავაკეთო, თუ 2 არა გავაკეთო, თუ 3 არა გავაკეთო და ასე შემდეგ. და მაგას ვწერ кейსებში, რომ თუ 1-ია დავაკონსოლოთ 31 და დავაბრეიქოთ. თუ კი 2-ია დავაკონსოლოთ 28 or 29 string-ად დავაბრეიქოთ. თუ კი 3-ია მაშინ 31 4-ზე 30 მოდი ბარემ ვაკარნახე ვინებ ამას. იმიტომ რომ დანარჩენი ყველაფერი იგივეა. ეს 10-ზე 31 11-ზე 12-ზე 30-ზე 31 და default-ზე ანუ თუ არც 1 არ დაემთხვა, ანუ არც 1, არც 2 და არც 1 რაც მიწერია, ანუ ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში დავუწეროთ რომ შემოვიყვანეთ სწორი რიცხვი თქო. და ახლა ეს რო გავტესტო. მაგალითად 1-იან შევიყვანე, გამოვიდა 31. 2-იანზე 28-29. თუ შევიყვანე 27, 27 თვე არ არსებობს, ხო? მეტყვის რომ შევიყვანე სწორი რიცხვია. სწორი თვე. თუმცა როგორც მეკითხარით წინა ლექციაზე რომ ჯობია რაღაცა კოდს რო დავწერთ, ის ბევრჯერ არ გავიმეორებთ. და აქ მე მაგას ვაკეთებ. console.log 31 და console.log 30 რაც მიწერია, მაგას ბევრჯერ ვიმეორებ. ბევრჯერ. if-ების შემთხვევაში ეგეთი რაღაც მექნებოდა რომ თუ month უდრის 1-ს, ან month უდრის 3-ს, ან 5-ს, ან 7-ს, ან 8-ს, ან 10-ს, ან 12-ს, მაშინ დავაკონსოლებდი 31-ს. აი ეს. თუ კი მათი უდრის 4-ს, 6-ს, 9-ს, ან 11-ს, ან რომელიმე ერთს მაინც, მაშინ 30-ს დავაკონსოლებდი, თუ კი 2-ს უდრის 28-29-ს და თუ არა და შემოვიყვანო სწორი თვე. მაგრამ აქ ეგ როგორ გავაკეთო? ანუ ეს ან ოპერატორი როგორ გამოვიყენო მე? აი აქ. ერთი ვარიანტი არის რომ აქ true დავწერო და აქ მეწეროს იგივე პირობა, რომ მასი უდრის 1-ს, ან უდრის 3-ს. ანუ ეგ ცუდი ვარიანტია. მე შემიძლია რომ кейსები ჩავამწყრივო. ანუ case 1-ზე, case 3-ზე, 5-ზე, 7-ზე, 8-ზე, 10-ზე, 12-ზე ყველაფერს ნებისმიერზე. მათი რაც იქნება გამოვიტანოთ 31. case 2-ზე გამოვიტანოთ 28-29, ხოლო case 3-ზე, 6-ზე, 9-ზე და 11-ზე გამოვიტანოთ 30. ესენი აღარ მჭირდება. აი ეს кейსები ჩაწყრება, წარმოვიდგინეთ იგივე არის რაც if-ებში ან ოპერატორი.
რომ მასი რომ იყოს 1 ან 3 ან 5 ან 7 ან 8 ან 10 ან 12, მაშინ გამოვაკონსოლოთ 31. ეს кейსების ჩამწკრივება მაგას გულისხმობს. ეს უფრო მოკლე და უფრო მარტივად წაწერი კოდია. ოკეი. ახლა გადავიდეთ რიგით მეხუთე ამოცანაზე. დაწერეთ პროგრამა, რომელიც გამოთვლის კენტი რიცხვების ჯამს 1-დან 100-ის ჩათვლით და დაბეჭდავს შედეგს. ანუ 1-დან 100 რიცხვები რაც არის, მაგიდან მარტო კენტები უნდა მოვიხოთ და დავაჯამოთ. ესე ჯობია რომ დავყოთ პატარა პრობლემებად. პირველი პრობლემა იქნებოდა ის, რომ მოდი უბრალოდ დავბეჭდოთ რიცხვები 1-დან 100-მდე მარტო. და მაგას რა თქმა უნდა ციკლის მეშვეობით ვიზავ, იმიტომ რომ 100-ში არ გავიმეორო console log-ი. აქ გამოვიყენე for ციკლს უკვე. ან შემიძლია, while დავწეროთ თუნას ჯერ თავიდან რა. სიტყვაზე let number თავიდან იყოს 0 და ეს რიცხვები მანამ დავბეჭდოთ სანამ number-ი ნაკლებიან ტოლი იქნება 100. და ყველა იტერაციაზე ეს number უნდა გავზარდოთ რა თქმა უნდა. აი ეს. ანუ თავიდან 0-ია, ყველა იტერაციაზე, ყველა ბიჭზე ჯერ ბეჭდავ მე 1 თუ ზრდი, რომ შემდეგ ბიჭზე კიდევ 1-ით მომატებული დაიბეჭდოს და ამას ვაკეთებ მანამ, სანამ 100 ნაკლები იქნება ეგ რიცხვი. ანუ 100 რომ გადაცილდა, მე აღარ დავბეჭდავ. გავუშვათ, აი ნახეთ. 0-დან 100-მდე გვაქვს რიცხვები. ეს for ციკლი უფრო კაი ჩანაწერი იქნებოდა, რომ თავიდან i უდრის 1-ს, i ნაკლებიან ტოლი 100, i++ და უბრალოდ დავაკონსოლოთ i. ანუ ყველაფერი იგივე, უბრალოდ ის სამი ნაწილი არის ერთ ხაზზე. ანუ ცვლადის შექმნა, პირობა და ინიციალიზაცია არის ერთ ხაზზე. და ეს როგორ მუშაობს, თუ იმის არ გახსოვთ, შეგიძლიათ თეორიული ლექცია ნახოთ, წინაზე ახსენე for ციკლი როგორ მუშაობს ზუსტად. ოკეი. იგივე შედეგი მოქვს. ანუ ეს იქნება პირველი პრობლემა. თან შეგიძლიათ ჩამოწეროთ ხოლმე, რომ პირველი ეს არის რაღაცა. მეორე, მოდი ეს გავაკეთოთ სიტყვაზე. ეხლა სიტყვა არ დავამბობ, მაგრამ თქვენ ჯობია რომ ჩამოწეროთ ხოლმე თავიდან. სამ მიეჩვევით ამ გონებას ჩამოყალიბებას. მეორე პრობლემა არის, რომ გავიგოთ, ეხლა უკვე მოდი დავბეჭდოთ მხოლოდ კენტი რიცხვები. ანუ ყველა რიცხვი დავბეჭდოთ, ამით კენტი რიცხვები დავბეჭდოთ. და მაგაში დამეხმარება ეს ამონახსენ, რომ თუ რიცხვი გავყავი 2-ზე და ნაშთი არის 1, ესე იგი კენტია და მაშინ დავბეჭდოთ მარტო. ანუ თუ რიცხვი რო გავყავთ 2-ზე ნაშთით. ნაშთი არის 1, მაშინ დავბეჭდოთ ეგ რიცხვი. თუ არა და არ დავბეჭდოთ. და ახლა დავბეჭდავ მარტო კენტი რიცხვები. აი ნახეთ. 1, 3, 5, 7, 9 და ასე შემდეგ. და ჩემი ბოლო პრობლემა არის, რომ აი ეს რიცხვები რაც დავბეჭდე, უნდა დავაჯამო სადმე. ოღონდ ნახეთ, ეხლა რო ფიქრობ, მე მინდა რომ დავაჯამო, მაგრამ სად დავაჯამო, რაღაცა დამატებითი ხელსაწყო ბერკეტი არ გამაჩნია. ეგეთ შემთხვევაში შუა რაღაცა არა მაქვს. ესე იგი მჭირდება ახალი ცვლადი. და მაგისთვის შექმნი ახალ ცვლას, მოდი 3 დავარქვათ ჯამი, რომელიც იქნება თავიდან 0, ანუ არაფერი. და მე ამას დავუმატებთ. და ყველა იტერაციაზე აი ამ 3-ს დავუმატებთ კენტ რიცხვს, ანუ 3 უდრის 3 + i. და როცა ციკლი მორჩება, მე უკვე დაჯამებულ რიცხვს გამოვიტანთ. და გამოვიტანე 2500. და ამის მოკლე ვარიანტი არის პლუს უდრის. იმიტომ რომ თავის თავს უმატებთ და პლუს უდრის ნიშნავს, რომ თავის თავს ემატება რა. ანუ თუ კენტია რიცხვი, მაშინ დავუმატებთ 3-ს, ანუ აი ცვლაც და for ციკლი რომ მორჩება, მე უკვე დავაკონსოლოთ ბოლოში. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ეს ცვლადი for ციკლში გინთ არ უნდა შექმნით. ერთი იმიტომ რომ for ციკლში რასაც შექმნით, გარეთ ვერ გამოიტანთ და errors და არ ტყავს ახლა. და მეორე იმიტომ რომ ეს ცვლადი წარმოვიდგინეთ ყველა იტერაციაზე ახლიდან იქნება. ანუ რაღაცა რომ დავუმატე, შემდეგ ბიჭზე ისევ 0 გახდა. ანუ აქ რაც წერია აქ კოდი for ციკლში, ყველა ბიჭზე, ანუ ყველა იტერაციაზე ახლიდან ეშვება. ამიტომ ეს კოდი არ ვარგებთ. და ისაა ჩვენი პროგრამის ამონახსნი. მეხუთე ამოცანის ამონახსნი. თუ გითხები გქონთ აქამდე, ჩატში დაწერეთ და ბოლოს
მიუბრუნდები. გადავიდეთ მე-6-ზე. დაწერეთ პროგრამა, რომელიც თხოვს მომხმარებელს გამოიცნოს საიდუმლო რიცხვი 1-დან 10-მდე, განაგრძეთ გამოცნობის მოთხოვნა, სანამ ისინი სწორად გამოიცნობენ. while loop-ის და do while-ის გამოყენებით. ანუ რას გვეუბნებიან, რომ ესე იგი რაღაცა საიდუმლო რიცხვი გვაქვს, მაგალითად 7, მაგას ჩვენ შევქმნით. და მომხმარებელს უნდა შემოუყვანოთ რიცხვები 1-დან 10-მდე, ანუ 6 თუ შემოიყვანა, ესე იგი ვერ გამოიცნო, ვერ გაარტყა. და ისე უნდა შევაკითხო. თუ შემოიყვანა 8, ესე იგი კიდევ ვერ გაარტყა. ისე უნდა შემოიყვანოს. თუ შემოიყვანა 7, ესე იგი გაარტყა და მორჩა რა, დავამთავრეთ პროგრამას. ანუ მექნება რაღაცა let secret num 7 იყოს. და მოდი ჯერ do while გავაკეთე, იმიტომ რომ ეგრე უფრო კაი ჩანაწერი, იმიტომ რომ ჯერ მომხმარებელს უნდა შევეკითხო რაღაც, ანუ გავაკეთო, do უნდა ვქნა. და მე უნდა შევამოწმე ეგ პირობა. do while. გარეთ მექნება მომხმარებლის ცვლადი, რასაც შეინახავს. გარეთ იმიტომ ვქნი, რომ მე პირობაში გამოვიყენო. თორემ მარტო აქ იარსებებდა. guess ჯერ შევაყვანინებთ. guess უდრის number. დავფრთხოთ, რომ შემოიყვანოს რიცხვი და ამას მანამ გავაკეთებთ, სანამ მომხმარებლის რიცხვი არ იქნება ტოლი secret num-ის, ანუ ჩვენი რიცხვის. მაგრამ თუ 7-დან შემოიყვანა, 7 არ უდრის 7-ს, არის false და გაჩერდება. ეხლა ეს პროგრამა რო გავუშვათ. შემოიყვანა 5. 5 ხო არ უდრის 7-ს, ესე იგი კიდე მეკითხება. შევიყვანოთ 10. არ უდრის, შევიყვანოთ 7. უდრის და მორჩა. ანუ აქ მეგობრებო, 1-დან 10-მდე შემოიყვანოს და აქ შემიძლია ეგეთი რაღაც გავაკეთო, რომ თუ guess-ი მეტია 10-ზე ან guess-ი ნაკლებია 1-ზე, მაშინ უთხრა, რომ შემოიყვანეთ სწორი რიცხვი მეთქი. ან შეიყვანეთ რიცხვი 1-დან 10-მდე. ეს შეიძლება. იმიტომ შეიძლება მომხმარებელმა 20 შემოიყვანოს და არ იცოდეს, რომ 20-ზე არ შეიძლება შემოყვანა რა. 20 შევიყვანოთ, ნახეთ, შეიყვანეთ სწორი რიცხვი. 8 შევიყვანოთ, ისე მეკითხება. 7 შევიყვანოთ, 7-ზე მორჩება. და ეგეც შემიძლია გავაკეთო, რომ სიტყვაზე უფრო გავამჯობოს ჩემი პროგრამა, რომ სიტყვაზე თუ guess-ი არ უდრის secret num-ს, მაშინ უთხრა მომხმარებელს, რომ ვერ გამოიცანი სადე ხელახლა, ან თავიდან. აი ეს. ეხლა შემოიყვანს რაღაცა 8-ს, მეტყვის რომ ვერ გამოვიცანი 10-ზე, მეტყვის რომ ვერ გამოვიცანი 20-ზე, მეტყვის რომ შეიყვანეთ რიცხვი 1-დან 10-მდე და თან ვერ გამოვიცანი. და ბოლოს შემიძლია ეგეთ რაღაც გავაკეთე, როცა გამოიცნობს, ბოლოს შავუსვალ, გილოცავ მოიგეს. იმიტომ რომ როცა ციკლი მორჩება, ანუ ციკლი მხოლოდ მაშინ მორჩება ამოცანაში, როცა მომხმარებელი გამოიცნობს რიცხვს. და ეგრევე მოულოცავს რა. ანუ მაგალითად მე რო შევიყვანო ეგრევე 7, მომილოცავს. გილოცავ მოიგეო. იმიტომ ციკლი დამთავრდა და ეგრევე კონსოლი შეხვდა, მაგრამ თუ ციკლი არ დამთავრდა, ესე იგი ვერ იცნობს და ან ერთს დავუკონსოლებს, ან მეორეს. აქ აღარ მოვა. ოკეი. ეს იყო გამოცნovanას ამოხსნა, ასე ვთქვათ. გადავიდეთ რიგით მე-7 ამოცანაზე. გამოიყენეთ for loop-ი 4-ის გამრავლების ცხრილის დასაბეჭდად. ანუ 4-ზე გამრავლების ტაბულა უნდა დავბეჭდოთ რა. ანუ for ციკლის გამოყენებით. ასეთ შემთხვევებში გიჩვენებთ ხოლმე, რომ ჯერ ვიზუალიზაციისთვის დაწერეთ რა უნდა გამოიბეჭდოს ზოგადად. რომ უკეთ მიხვდეთ. ეხლა რას ვბეჭდავთ? ანუ 4 გამრავლებული 1-ზე უდრის 4-ს, 4 გამრავლებული 2-ზე უდრის 8-ს, 4-ში 3 12, 4-ში 8 ბოლოს 32, 4-ჯერ 9 36 და 4-ში 10 40. ანუ ეს უნდა დავბეჭდოთ საბოლოო ჯამში. და ეხლა როგორ უნდა მიხვდეთ for cycle-ში რა ხდება? იდეაში აი ამ
გამბეჭდილ სტრინგებში 4 გამრავლება და ტოლობა არის სტატიკური, ანუ არ იცვლება არასდროს. უბრალოდ იცვლება ეს 1 2 3 4 5, იზრდება 1-ით და ასევე იცვლება პასუხი. და აქედან უკვე შეიძლება რაღაც წარმოდგენა მქონდეს დაახლოებით რა უნდა ჩავსო მაგ ადგილებში. მოიჯერ for cycle-ით დავიწყებ. For let i უდრის 1-ს, 1-დან დავიწყებ, იმიტომ რომ 1-ზე ვამრავლებ. ნახეთ, ეგ უკვე იდეაში გავაკეთე ეგ ამბავი, რომ თავიდან 1-ით დავიწყებთ. მე იქ ხო გაიზრდება 2 გახდება, მე 3, ანუ ეს ნაწილი ამ ნაწილით დინამიკურობა ამოხსენით უკვე ფაქტიურად. ინაკლებიან ტოლი 10-ზე, იმიტომ რომ ბოლოს 10-ს გავამრავლო და i++. აი ეს. ანუ ეხლა უბრალოდ დავაკონსოლო მე console log i გამოვიტანთ რიცხვებს 1-დან 10-მდე, 10 ჩათვლით. და მე შემიძლია ეს 4 გამრავლება რაღაცა i-ზე ჩავწერო timple literalში. იმიტომ რომ თან string-იცაა და თან რაღაც expression-იც რა გამოსახულებაც. ან 4 გამრავლებული i-ზე, ან დოლარის და ფიგურული ჭხილები. უდრის რაღაცა, ჯერ არ ვიცით. ანუ 4 ჯერ 1, 4 ჯერ 2, ეს i ხო იზრდება ჯერ 1-ია, მე 2, იმიტომ რომ i++ იზრდება იტერაციის დროს. ბოლოს 10-ია. და აქ უნდა მეწეროს შედეგი. და შედეგი რა არის? შედეგი არის 4 გამრავლებული i-ზე, ხო? თუ თავიდან i არის 1, მე 2, მე 3. ავდგები და 4-ს გამრავლებ მაგ რიცხვზე, ხო? ანუ 4 გამრავლებული i-ზე. აი ეს. და ესე ჩვენი გამრავლების ტაბულა. თუ ჩვენ გვინდა რომ უფრო დინამიური პროგრამა დავწეროთ და ნებისმიერ რიცხვზე იმუშაოს. მე შემიძლია რა უბრალოდ შევცვალო რა 5 და 5 დავწერო. და ეხლა უკვე 5-ის გამრავლების ტაბულა იქნება. თავისთან გაიშვება ყველაფერი, რა თქმა უნდა. მაგრამ ორჯერ რო ვცვლი რაღაც მნიშვნელობას კარგი არა და ჯობია რომ გქონდეს ცალკე შექმნილი ცვლადი და მე ეს ცვლადი გამოვიყენოთ ხოლმე. აი ასე, აქაც ნამშავწერ და აქაც ნამშავწერ. და ახლა უკვე მე რო ერთგან შევცვლი, ყველგან შეიცვლება, ანუ აქაც შეიცვლება და აქაც შეიცვლება. ეხლა 7-ის გამრავლების ტაბულა მაქვს, მაგრამ მოდი 4-ზე დავტოვოთ, იმიტომ რომ 4-ზე ვიკითხებია. აი ეს. ანუ 4 გამრავლდება ჯერ 1-ზე, მე 2-ზე, მე 3-ზე და თან თვლით რა. 4-ჯერ 1, 4-ჯერ 2 პასუხიც რო დაუწეროთ. ეს არის ამ ამოცანის ამონახსნი. და ხო ჩემი შევა იქნება სემინარზე თან კოდი არ წეროთ ხოლმე, უბრალოდ მომისმენთ და მე სემინარის მერე წერეთ ხოლმე კოდი. მეორე ამოცანა. გამოიყენეთ for loop-ი 20-დან 10-მდე რიცხვების დასაბეჭდად. ან ეს თითქოს მარტივია, იმიტომ რომ აქამდე რომ გვინდოდა 0-დან 20-მდე დაბეჭდო, ძალიან მარტივია, ხო? აი მაგალითად, რომ დავბეჭდოთ რიცხვები 0-დან 20-მდე. For let i უდრის 0-ს, მე მივალთ 20-მდე, ინაკლებია 20-ზე, i++. და დავაკონსოლებთ is. გამო 0-დან 20-მდე რიცხვები. ან გაუშვა პროგრამა 0-დან 20-მდე რიცხვები გამოვა. თუ გვინდა რომ 10-დან 20-მდე დავბეჭდოთ, მაშინ i თავიდან 0 კი არ იქნება, 10 იქნება და 10-დან დაიწყება დაბეჭდა. ნახეთ? 10-დან იწყება. მაგრამ აქ მეკითხებენ პირიქით, რომ 20-დან 10-მდე დაბეჭდეთ, ანუ უკუსვლით რა. ანუ გამოდის, რომ პირველი რიცხვი უნდა იყოს 20-იანი, ანუ თავიდან i არის 20-ის ტოლი და ნენელა უნდა გამოვაკლდეს, ანუ ჯერ 20-ია, მე 19, მე 18 და ასე შემდეგ. ყველა იტერაციაზე უნდა შემცირდეს 1-ით. ამიტომ აქ i++, მაგრამ მექნება i-, რომ 1 შევამცირო. ოღონდ პირობა შემოტრიალდება. i განნაკლები იქნება 10-ზე. არა, იმიტომ რომ ეგრევე დაარეჯექტებს. აი მე რო გავუშვებ პროგრამა, არაფერს არ გამოიტანს, იმიტომ რომ თავიდან რომ i 20-ია, 20 ნაკლები 10-ზე, არა, false და ეგრევე არ შევიდა, ერთხელაც კი არ შევიდა. მე უბრალოდ ეს მანამ უნდა გავაკეთო, სანამ i მეტიან ტოლი იქნება 10-ზე. ან 20, 19, 18, 17 ყველა მეტია 10-ზე, მაგრამ 9-ზე რო ჩამოვალთ, 19-იან ტოლიაზე არის false უკვე და აღარ შევა ციკლში პროგრამა. და გამოვა 20-დან 10-მდე რიცხვები. და ესე შეიძლება რაღაც მომენტებში დაგჭირდეთ, იშვიათად მაგრამ შეიძლება დაგჭირდეთ და გავითვალისწინეთ, რომ ეს ანუ ლოგიკა იგივეა for cycle-ის, მაგრამ მიდგომა იცვლება, მიდგომა ტრიალდება რა. შემდეგი ამოცანა რიგით მე-9. Write a loop that makes sense calls თან ზოგი ამოცანა ინგლისურად მაქვს შემოტანილი. ინგლისური აუცილებელია პროგრამირებისთვის.
ამიტომ თუ ვინმე ინგლისური არის იცით და ამ სფეროში გინდათ რაღაც სერიოზულად რაღაცის მიღწევა, ინგლისური სწავლას დაიწყეთ. ხა არ ვამბობ რეპეტიტორთან იარეთ მეთქი, მაგრამ რაღაცებს თუ დასერჩევთ ვერ გაიგებთ, ტრანსლეიტში გამოიყენოთ, ჩაწერეთ ხოლმე რა. რამდენიმე თვეში სხვა შეეჩვევა თვალი, ყური და ყველაფერი. Write a loop that makes 7 calls to console log to output the following triangle. თან გადავარდნი. დაწერეთ ციკლიო, რომელიც გამოიძახებს console log ფუნქციას, რათა ეს მართკუთხა სამკუთხედი დაბეჭდოს. It may be useful to know that you can find the length of a string by writing .length after it. და მინიშნებას გვაქვს, რომ თუ გინდა რაღაცა string-ის სიგრძის გაგება, შეგვიძლია რომ წერილი length-იც გაიგო. და აქ ჰინტებიც მაქვს შემოტანილი, რომელიც შეიძლება თქვენ დაგჭირდეთ, რომ აი თუ გაგიჭირდათ მინიშნებასაც გადახედეთ, ეს დავალებაში მაქვს მოცემული. და თუ გაგიჭირდებათ, მე უკვე მაგას გადახედეთ რა. მაგრამ თავიდან მოდი ეს 60-ს გავამარტივოთ და სრომდენია 1 2 3 4 5 6 7 ხაზი არის. მოდი ჯერჯერობით განა 7 ხაზი დავბეჭდოთ რიცხვები 0-დან 7-მდე. კონს უსაკ აქან დავიწყოთ. 0-დან არა, ბოდიშთ 1-დან. მინდა პირველ ხაზზე ვართ. let i-უდრის 1-ს ინაკლებიან ტოლი 7-ზე i++ და უბრალოდ დავაკონსოლოთ i. ანუ ჯერ ამით დავიწყოთ. 1-დან 7-მდე. მაგრამ მე ახლა განა რიცხვი უნდა დავბეჭდო, ანუ 1 2 3. არამედ ჰეშტეგები უნდა გავიმეორო i-ჯერ. ანუ თავიდან i ხوار 1-ის ტოლი. ანუ 1 ჰეშტეგი მინდა. მერე ხوار i 2-ის ტოლი. ანუ 2 ჰეშტეგი მინდა. მერე 3 ჰეშტეგი და 3-ის ტოლი და 3 ჰეშტეგი მინდა და ბოლოს 7-ის ტოლი და 7 ჰეშტეგი მინდა. და მაგისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ repeat მეთოდი. რო ვთქვათ, რომ აი ჰეშტეგი გავამეოროთ, repeat-ი გამეორება i-ჯერ. ჯერ ერთხელ, მერე ორჯერ, მერე სამჯერ და ასე შემდეგ. და დაიბეჭდება მართკუთხა სამკუთხედი. მაგრამ მეორე ვარიანტიც არსებობს ამის ჩაწერის, ნუ იდეაში მეორე ვარიანტი არსებობს. აქ ცვლადის მნიშვნელობა მარტო რიცხვი კი არ შეიძლება იყოს. ეგ ჩვეულებრივი ცვლადია, შემიძლია string-ი იყოს რა. ანუ მე შემიძლია თავიდან i მქონდეს ჩვეულებრივი ჰეშტეგი. მოდი პირობას მე დავწერ და თითოეულ იტერაციაზე ამ ჰეშტეგს დავამატო კიდევ ერთი ჰეშტეგი. ანუ თავიდან რომ ერთი ჰეშტეგია, მე იქნება ორი ჰეშტეგი, მე 3, მე 4 და ასე შემდეგ. და უბრალოდ ის ვაკონსოლებ, console log i. და ამას მანამ გავაკეთებ, სანამ აი ამ ერთი ხაზი სიგრძე, ანუ ის სიგრძე, ის length-ი ნაკლებია ტოლი იქნება 7-ზე. აი ეს. ეს იგივე შედეგს მომცემს. ანუ ჯერ იქნება ერთი ჰეშტეგი, მერე ორი იქნება, იმიტომ რომ ვამატებთ. ორი ჰეშტეგის სიგრძე ხო არის 2-ის ტოლი. ორი ნაკლებია ტოლი 7-ზე, ამიტომ გააგრძელებს. მაგრამ ბოლოს რომ 8 ჰეშტეგი იქნება, 8 ჰეშტეგის სიგრძე არის 8 და 8 ნაკლებია ტოლი 7-ზე არის false და აღარ შევა. და მერე ხას აღარ დაბეჭდოს ტყუილად. ანუ აქ რასაც მინდა იმას შევწერ. ჩემზე დამოკიდებული, ნუ გააჩნია როგორი პრობლემა მაქვს ცხოვრებაში, როგორ პრობლემას ხსნი. Okay. ახლა გვაქვს მეათე ამოცანა. Write a program that uses console log to print all the numbers from 0 to 100 with two exceptions. ანუ პროგრამა დაწერეთ, რომელიც დაბეჭდავს რიცხვებს 1-დან 100-მდე, ოღონდ ორი გამონაკლისითო რა. For numbers divisible by 3, print fees instead of the number. And for numbers divisible by 5 and not 3, print bars instead. ისეთი რიცხვები, რომელიც 3-ზე იყოფაო, მაგ რიცხვის მაგივრად დაბეჭდე ფიზიო. და ისეთი რიცხვები, რომელზე 5-ზე იყოფა და არა 3-ზეო, დაბეჭდე ბაზიო. ანუ ის მაგალითად 5-ზე იყოფა, მაგრამ 3-ზე არ იყოფა. მაგრამ ნახეთ მერე, when you have that working, modify your program to print fizbars for numbers that are divisible by both 3 and 5 and still print fizz or bars for numbers divisible by only one of those. მაგრამ ისეთი რიცხვი თუ შეგვხვდა, რომელიც ორივეზე იყოფაო, 3-ზეც და 5-ზეცო რა. მაშინ fizbars დაბეჭდებო. ანუ მაგალითად 15 ავიღოთ. 15 3-ზეც იყოფა და 5-ზეც, ესე იგი უნდა დავბეჭდოთ fizbars-ი. მაგრამ აი 9 მარტო 3-ზე იყოფა. ან 20 მარტო 5-ზე იყოფა, 3-ზე აღარ იყოფა.
და ეს უნდა ამოხსნათ. ჯერ ისევ იგივე ხერხს ვიყენებ, რომ ჯერ ვწერ მარტივად. რომ უბრალოდ დავბეჭდოთ რიცხვები 1-დან 100-მდე. i უდრის 1-ს i უდრის 1-ს ინაკლებიან ტოლი ასე i++. და უბრალოდ დავბეჭდოთ ეს რიცხვები. ნუ ძალიან ისა basic-ა უკვე ჩვენთვის, მაგრამ აქედან დავიწყოთ, იმიტომ რომ ამაზე ფიქრი აღარ მომიწევს მე. სხვა პრობლემებზე რო გადავალთ. და ეს დავაბეჭდეთ. უბრალოდ თუ ეს რიცხვი იყოფა 3-ზეო, მაშინ დააკონსოლე ფიზიო რა. დავწეროთ ეგეც. ანუ თუ i იყოფა 3-ზე, უნდა შთოთ დავაკონსოლოთ ფიზ. და ფიზები კონსოლდება რაღაც მომენტებში. თუ კი რიცხვი იყოფა 5-ზე, მაშინ დააკონსოლე ბაზიო. და ყველა სხვა შემთხვევაში დავაკონსოლებთ ის. ანუ მაგალითად, ეხლა რო გავუშვებ პროგრამა, ნახეთ. რა შედეგი მივიღე? 1 და 2 არაფერს არ იყოფა და უბრალოდ დაიბეჭდა რიცხვები, მაგრამ 3-იანი, ეს 3 იყოფა 3-ზე უნდა შეთო და დაიბეჭდა 3-ის მაგრად ფიზი. 5-ის მაგრად ბაზი, იმიტომ რომ 5-ზე გაიყო. მაგრამ აი 15 რო ავიღოთ, აი 15-ის მაგრად დაიბეჭდა ფიზი, იმიტომ რომ 3-ზე გაიყო რა. მაგრამ 15-ის მაგრად უნდა დაბეჭდილიყო ფიზ ბაზი. ამიტომ აქ დამჭირდება კიდევ ერთი პირობა. სულ თავიდან რომ თუ i იყოფა 3-ზეც და ამავდროულად i იყოფა 5-ზეც, მაშინ უნდა დავაკონსოლოთ ფიზ ბაზი და მე ჩავუსვათ უკვე else if-ს. ამას გადავაბო else if-ით. აი ასე. და ახლა რო გავუშვებ პროგრამა, ნახეთ 15-ის მაგიროა ჩაიწერება ფიზ ბაზი. აი 14 და 15 მაგალითად ფიზ ბაზი არის. ან ამის ამოხსნის მეორე ვარიანტიც არსებობს, რომ ნუ ისევ 1-დან 100-მდე წავიდეთ. 100-ის ჩათვლით. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ პირველი პირობა ეს უნდა იყოს, რომ 3-ზე შემოწმოთ 5-ზეც, იმიტომ რომ პირველი ან ეს და ან ეს რო გქონდით. 15 შემთხვევაში ბაზაში შევიდოდა ან ფიზში, იმიტომ რომ 15 3-ზეც იყო და 5-ზეც. მაგრამ ჯერ უნდა შემოწმოთ ორივეზე ხომ არ იყო შემთხვევით და არა ერთ-ერთზე მაინც, ხო? და აქ როგორ შეიძლება? მე შემიძლია უბრალოდ თავიდან რაღაც ცარიელი string მქონდეს, let string უდრის ცარიელს და თუ რიცხვი იყოფა 3-ზე, ამ strings დავამატებ fis. კონკატენაციას ვიზავ, იმიტომ რომ string-ების დამატებაც ხო შემიძლია. დავამატებ fis. ხოლო თუ კი არა, აქაც თუ. და მე გეტყვით რატომ. თუ იყოფა 5-ზე, მაშინ დავუმატებთ bus. და მე უკვე და თუ string-ი არის ცარიელი, მაშინ უბრალოდ string-ი იქნება ის ტოლი და მე string-ს ვაკონსოლებთ. ახლა აქ რა მოხდა, ნახეთ? თავიდან ხო ცარიელი string-ი მაქვს. თუ 3-ზე გავყავი, თუ 3-ზე იყოფა ფიზი დაემატება ამ string-ს და ფიზი გახდება, თუ 5-ზეც იყოფა ბაზი დაემატება, მაგრამ თუ არაფერზე არ გაიყო, ესე იგი გამოვიდა რომ string-ი დარჩა ცარიელი. და თუ ცარიელი არის, ის ვანიჭებთ და მე იბეჭდება რა. და ეხა ეს ორი if-ი რატომ ჭირდება და არა if-ის და else if-ის ჯაჭვი. რიცხვი რო 3-ზე გაიყოს, აქ რომ else if-ი მქონდეს. რიცხვი რო 3-ზე გაიყოს, შეიძლება 5-ზეც იყოფოდეს, მაგრამ ამ ჯაჭვში, როცა ერთი პირობა ჭეშმარიტია, მეორეზე აღარ გადაიცხონ პროგრამა. ამიტომ, რა შეიძლება ორივეზე გაიყოს, ცალსაკე if-ები მჭირდება. და ნუ ესეც სწორი ჩანაწერია. ეს. თუმცა ნახეთ, მე შემიძლია ასეც დავწერო string-ი an i. ნახეთ, ესეც სწორი ჩანაწერი არის. 1 2 3. ეს არ მინდა რომ ახლა ახსნა. ეს რას ნიშნავს? მინდა რომ თქვენ და არ ესერჩოთ. იმიტომ რომ ეს an ოპერატორი და da ოპერატორი an და da ოპერატორი გამოიყენება ხოლმე რაღაცა პირობებზე, ხო? თუმცა აქ პირობა არ მაქვს, string-ის რაღაცა მნიშვნელობა და იც რაღაც მნიშვნელობა. ამას ქვია logical
operator short circuiting ან ლოგიკური ოპერატორების მოკლე ჩართვა. და ეს მინდა რომ დაარესერჩოთ თქვენ. მომავალ კვირებში კი ავხსნი ეს, მაგრამ მინდა რომ ეს research-ის და თქვენი გააზრების უნარი გამომგემუშავდეთ რა. ამიტომ ეგეც გაარჩიეთ. Okay, და დღეისთვის ბოლო პროგრამა. და მე რო კითხვა-პასუხის რეჟიმს გადავალთ. Passing this write a program that creates a string that represents an 8x8 grid using new line characters to separate lines. At each position of the grid, there is either a space or a hashtag character. The characters should form a chessboard. Passing the string to console log should show something like this. ნახეთ, პროგრამა დაწერითო, რომელიც წარმოადგენს 8-8-ზე ჭადრაკის დაფასო. სადაც ჯერ არის space და მე ჰაშტაგი. და ახალი აბზაცის დასაწყებად გამოიყენეთ new line character-იო. New line character-ი არის backslash და n. ანუ შემოტრიალებული slash და n. ხო? When you have a program that generates this pattern, define a binding size by 8 and change the program so that it works for any size, outputting a grid of the given width and height. და როცა ამ პროგრამას მორჩებითო, მე რაღაცა სვალი შექმნითო, რომელსაც 800 მიენიჭებთ და სიტყვაზე მე უკვე ყველა მოცემულობაზე უნდა იმუშაოს, ანუ 8-8-ზე რო გავაკეთებთ, მე ესეთი პროგრამა უნდა დავწეროთ, რომ სიტყვაზე 12-12-ზეც იმუშაოს, ანუ ყველაფერზე იმუშაოს საბოლოო ჯამში. ახლა ამას როგორ ვაკეთებთ? აქაც იგივენაირად. ვყავთ პრობლემებად. ჯერ არც 8-8-ზე გვინდა, არც 8-4-ზე და არც ჭადრაკის დაფა. ჯერ მოდი უბრალოდ ერთ ხაზზე დავბეჭდოთ სიმბოლოები, მეტი არაფერი. ანუ მექნება for ციკლი და ერთ ხაზზე მინდა დავბეჭდო 8 სიმბოლო. ანუ let i უდრის 0-ს, ინაკლებია 8-ზე i++. და აქ რო ჩავწერო მე ახლა console log hashtag 8 ჯერ დაიბეჭდება ჩემი hashtag-ი ახალ ხაზებზე. მაგრამ მე მინდა რომ ეს ერთ ხაზში დავბეჭდო ჯერ. და მაგით შემიძლია ახალი ცვლადი შემოვინა, ხო? line დავარქვათ, მოდი. let line რომელიც სარლის string-ი იქნება. და ყველა იტერაციაზე ყველა ბიზს დავუმატოთ აი ამ line-ის ახალი hashtag-ი. ანუ 8 ახალი hashtag-ი ემატება. და ბოლოს დავბეჭდოთ. აი ეს, დაიბეჭდა. ანუ ეს იქნებოდა ერთი პატარა ქვე პრობლემა. მაგრამ აქ ის არის, რომ მე მოდი ჯერ 8-8-ზე კვადრატი დავხადოთ და რა ჭადრაკი რა, კვადრატი იყოს უბრალოდ. ანუ 8-8-ზე ჰეშტეგები გავსებული. მაგრამ აქ პრობლემა ის არის, რომ მარტო ერთი ხაზი მაქვს. და მე ეს for ციკლი გამოვიყენე იმისთვის, რომ ერთ ხაზზე ჩამეტია 8 სიმბოლო. მაგრამ მე ესეთი ხაზი მინდა კიდევ 8. ანუ მე შემიძლია ასე გავაკეთო, კიდე 8 ჯერ დავწერო for ციკლი. მაგრამ კარგი ვარიანტი არ არის ეგ. ან მეორე ვარიანტი არის, რომ აი ეს მოცემულობა, აი ეს კიდევ 8 ჯერ რო გავამეორო, ამას ჩავსვევ კიდევ ერთ for ციკლში. ხვდებით? ანუ nested loop-ები ქვია მაგას, ანუ ჩაშნებული loop-ები. ანუ კიდევ ერთ for ციკლში ჩავსვევ. აი ასე აქაც იგივეა, აქ რო ხაზზე მჭირდება 8 სიმბოლო, ეგეთი ხაზი მინდა 8 ცალი, იმიტომ ესეც 8 იქნება. ანუ ამას შევცვლი, ჟებს დავარქმევ. იმიტომ ერთი იგივე არ შეიძლება რომ ერქვას. და აი ამას ჩავსვავ. აი აქ. ანუ რა გამოვიდა რომ შიდა ციკლი მუშაობს იმაზე რომ ერთ ხაზში ჩასვას 8 სიმბოლო და გარე ლუპი მუშაობს იმაზე რომ აი ეს ფუნქციონალი ერთ ხაზზე დაბეჭდო და გაიმეოროს 8 ჯერ. ანუ 8 ხაზი დავგვიბრუნოს, ხო? და ეგეთი რაღაც შემიძლია გავაკეთო, რომ თლიანი ბორდისთვის მქონდეს ახალი ცვლადი, let board დავარქვათ და როცა ერთი ხაზის დაბეჭდას მოვრჩებით, აი ამ boards დავუმატოთ ხაზი, line-ი და მერე დავუმატოთ new line character-ი, რომ აბზაცის მოხდეს. ეს რა მქონდეს, მოდი განახეთ რა მოხდება. ნახეთ, ეს არის 64 ჰეშტეგი ჩამწრიული, იმიტომ რომ ერთ ხაზს უკვე ინძავდით და boards უმატებდით, აბზაცს აღარ ვიწყებდით. და აბზაცს უნდა დავიწყოთ new line character-ით, ანუ backslash და n-ით, ასე იწერება. და ახლა მაქვს 8-8-ზე კვადრატი.
კვადრატს არ გავს, იმიტომ რომ სიმაღლე უფრო დიდია ჰეშტეგების, მაგრამ კვადრატი იდეაში რა 8-ზე არის. და ახლა უკვე ის რა დამჩენია, რომ ავაწყო chessboard-ი. მოდი ამას გადავარქმევ სახელს და დავარქმევ chessboards. ახლა chessboard-ები უნდა იყოს. და ახლა თავარი მიზანი ჩემთვის არის, რომ აქ ჰეშტეგი კი არ უნდა დავუმატო ყოველთვის. ხან ჰეშტეგი უნდა დავუმატო, ხან space, ხან ჰეშტეგი, ხან space. მაგრამ ახლა მაგის ლოგიკა რაში მდგომარეობს, ხო? რო დავაკვირდეთ. მაგრამ ჯერ შეგვიძლია გავიაზროთ ეგეთი რაღაცა, რომ ნახეთ, თავიდან როცა i0-ის ტოლია, რა გამოდის, რომ მე0 ხაზზე, ანუ i უდრის 0-ს და მაგროს ჟ უდრის 0-ს. ანუ სანამ ეს for ციკლი არ მორჩება ბოლომდე, გარეთა ციკლის ახალი იტერაცია არ მოხდება. ანუ წარმოვიდგინეთ, რომ მე0 ხაზის მე0 სიმბოლოს ვბეჭდავთ. და line მაგროს არის აი ეს მარტო. მე 0-დან იმიტომ ვიწყებთ, რომ ზოგადად პროგრამირებაში 0-დან იწყება ათვლა. მერე როცა i ხდება 0-ის ტოლი, i ისევ 0-ის ტოლია, იმიტომ რომ ეს for ციკლი მორჩეს ჯერ. და შეგახდა 1-ის ტოლი, ანუ line გახდა 2 სიმბოლო. აი 2 სიმბოლო გახდა. ასე. მერე ჟ არის 2-ის ტოლი, ანუ მე0 ხაზის მეორე სიმბოლოზე ვართ. 0 1 2. 0 დავიწყებთ ათვლას. მერე მე0 ხაზის მესამე სიმბოლოზე ვართ. მე0-ს მეოთხეზე 0 5 0 6 0 7 და როცა 7 გახდა ჩვენი ჟ, აი ეს შიდა ისა 8-ზე რო გადავიდა, შიდა for ციკლი მორჩა. ამიტომ მოხდება გარე for ციკლის იტერაცია და იქ გახდება 1-ის ტოლი. ანუ ეხლა პირველი ხაზის პირველ სიმბოლოს ვეჭდავთ, მე პირველი ხაზის მეორე სიმბოლოს. როცა ეს პირველი ხაზით მორჩება, გადავალთ მესამე ხაზზე. და ნუ ასე შემდეგ გაგრძელდება რა. და ახლა ჩვენ უნდა დავიჭიროთ რაღაცა ლოგიკა. იმიტომ რომ ზოგან ჭირდება space, ზოგან ჰეშტეგი. და როცა არ ვიცით რა ლოგიკას უნდა გავუყეთ, ჯობია რომ ჩამოვწეროთ ან გონებაში გავითავისოთ რა გვაქვს ხელჩასაჭიდი. რაც შეგვიძლია გამოგვადგეს. ამ შემთხვევაში ხელჩასაჭიდი ჩვენ გვაქვს მარტო i და ჟ, რომელიც იცვლება. ანუ i არის ხაზის ნომერი, ჟ არის მაგ ხაზის სიმბოლოს ნომერი რა. და რო დავაკვირდეთ. აი აქ სულ თავიდან is და ჟ-ს არის 0-ის ტოლი. ხო? მერე აქ i არის 0-ის ტოლი, ჟ 1 იზრდება. აქ სუპიროზე ყველა i 1-ის ტოლია რა. ანუ აქ i 1-ის ტოლია, კიდე 0-ის ტოლია. 0-ის ტოლია, მერე 1, მერე 1 ტოლია, მერე 2-ის, მერე 3-ის, მერე 4-ის, მერე 5-ის, მერე 6-ის და ბოლოს 7-ის. და ჟ-ები იზრდება. i სულ 0-ის ტოლია ამ ხაზზე, მაგრამ ჟ არის თავიდან 0, მერე 1, მერე 2. აი ამას რო დავაკვირდეთ, ეხლა მინდა რა. თავიდან i და ჟ-ც ხო 0-ის ტოლია აი ამ დროს. i და ჟ რო დავაჯამოთ, ხო არის 0. ანუ ლუწი. ეხლა მეორეს გადავიდეთ. მერე ჟ არის 1-ის ტოლი. ჟ და i დავაჯამოთ. ანუ 1 + 0 არის 1-ის ტოლი, ანუ კენტია. მერე ნახეთ, მერე ისევ space-ზე გადავიდეთ. ამ დროს i 0-ია და ჟ არის 2-ის ტოლი. 0 + 2 არის 2 ლუწია. მერე ჟ არის 3-ის ტოლი, 0 + 3 კენტია. ანუ მე რო i და ჟ დავაჯამო, როცა i-ს და ჟ-ს ჯამი არის ლუწი, ესე იგი space-ი მინდა, ხოლო როცა კენტია, ესე იგი ჰეშტეგი მინდა. აი ეს ავიღოთ მაგრაითისთვის რა. აქ ხო i 5-ის ტოლია და ჟ არის 0 1 2 3 4-ის ტოლი. 5 + 4 არის 9, ლუწის კენტია, ამიტომ ჰეშტეგს დავწერ. და ეგ არის ლოგიკა. ანუ ასე C-დან მე ვერაფერს ვერ მიხვდები თუ რაღაცა კონკრეტული მნიშვნელობებით არ დავიწყე ვარჯიში. აი პითაგორას თეორემა ხო ვიცით, რაღაცა a კვადრატს + b კვადრატი + c კვადრატს. პითაგორას ხარ დაესწრებოდა ეგ ფორმულა ეგრევე რა სიზმარში. დიდი ალბათობით ძალიან ბევრ სამკუთხედ რაღაცა კონკრეტული მაგალითები დახაზა და მე მიხვდა რაღაცა კავშირი არსებობს რა, რაც ყველა სამკუთხედზე მუშაობს. აქაც იგივეა. შეგვიძლია დავხაზოთ რაღაცები ან ფურცელზე დაწეროთ თუნდაც და ჩამოწეროთ რა იცით, რა ეთქვით ნაცნობი და რა არის უცნობი ამ მოცემულობაში. და კონკრეტული მნიშვნელობებით გატესტოთ რაღაცა მომენტები, რომ მე ზოგადი ფორმულა მიიღოთ. ეგრევე ზოგად ფორმულაზე ვერ შეჯერდებით. ანუ გამოდის, რომ თუ is + ჟ-ს ჯამი
და ამას ფრჩხილებში შევსვავ, ის პლუსში შეჭამს. თუ არის ლუწი, მაშინ console log, მაშინ console რაა და მაშინ lines უნდა დავუმატოთ space. და ყველა სხვა შემთხვევაში, ან თუ კენტი არის, lines უბრალოდ დავუმატებთ hashtags და მეც არაფერს. აი ეს. და ეს ფრჩხილებში უნდა ჩავსვი, რომ ასე რო არ მქონდეს. რა მოხდებოდა ნახეთ? ზოგადად მათემატიკაში ხო ჯერ გაყობა ხდებოდა მე მიმატება. ჯერ ჟეს ნაშთი დაითვლებოდა, მე ის მიმატებდით რა. და ეგ არ გვინდა ჩვენ. და ხარ გავუშვებ პროგრამა, ნახეთ, დაებეჭდა ჭადრაკის ბორდი. თან ბოლო ამოცანა ის იყო, რომ რაღაც 10-10 და 20-20-ს დავბეჭდოთ და მაგისთვის უბრალოდ 8-იანების მაგივრად ჩავსვით რაღაცა ცვლაც, აი let size მექნება. რესტორლია და ამათ მაგივრად size-ებს გავუწერ უბრალოდ. აი ეს. და სიტყვაზე ეს რო იყოს 20 მაგალითისთვის, ხო? დაებეჭდება ჭადრაკის დაფა 20-20-ზე. ანუ ეს უკვე ყველა რიცხვზე იმუშავებს. ეს იყო ბოლო ამოცანის ამონახსნი. და ხო, კიდევ ერთი რაღაც თქვა მინდა, დღეიდან მოყოლებული ეგეთ რაღაც გავაკეთებ, რომ თვითონ აი იმ ლექციებში აქ ხომ არის რაღაცა ლექცია, სემინარი და დავალებები. აუ გამიქრაშა Discord-მა. წუთით. ბოდის ვიხდი. Discord-ს დავარესტარტებ მოდი. ნუ ოკეი, ჩემი ხმა ხო ისმის მაინც რა საბოლოო ჯამში. ეგეთ რაღაცას ვიზავ, რომ ყველა ლექციის ამ გრაფებში ჩავსვავ სემინარის ქვეშ source codes. ლინკი იქნება, სადაც იქნება მოცემული ის კოდი, რაც გავარჩიე მე სემინარზე. და ეგ იმაში დაგეხმარებათ, რომ რაღაცა პატარა თუ გამოგჩათ, ეგრევე შეგიძლიათ კოდი ნახოთ. და აღარ ეძებოთ ლექციაზევე რა. ამიტომ მე შეგიძლიათ გამოიყენოთ დღევანდელ ლექციასაც დავურთავ და წინა ლექციებსაც დავურთავ, რაც აქამდე უკვე წერეთ ხოლმე. ხო რა, ეგაა და ეგ. დღეს სულ ეს იყო და ახლა უკვე შეგვიძლია გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე.